კითხოთ გუშინ მოხდა სამწუხარო ამბავი ბორის პაიჭაძის სტადიონზე, როდესაც საქართველოს ნაკრებსა და სომხეთის ნაკრებს ფეხბურთზე საუბრობთ ახლა? და არა, ფეხბურთზე საუბრობთ არა. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე უნდა კითხოთ. უჯიშოები უწოდა იმ ადამიანებს, ვინც აი ამ სამწუხარო ინციდენტში მიიღო მონაწილეობა. რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საუბრობდეს თავის მოქალაქეებზე, რომ უჯიშოები არიან. არ ვიცი, მე არ ვიცი. გავრცელა აი Facebook-ზე შემიძლია დავწერა. ვერ გეტყვით, არ ვიცი. არ გავცნობილ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა თავის განცხადების ახსნა განმარტება თვითონვე უნდა განმარტოს. რაც შეეხება მე რა თქმა უნდა სამართლიანი მიუღებელი არის თუ არა მიუღებელი იყო ზოგადად ეს ქმედება მიუღებელი იყო ის რომ ძალოვანი უწყებების მხრიდან არ მოხდა სრულად საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს ახლა მისი ყველა განცხადების ხარდამჭერა პრეზიდენტისგან შეეკითხეთ მას და მისგან მიიღეთ პასუხი მე არ ვიყენებ ამ სიტყვებს ჩემს ლექსიკაში და ჩემს სიტყვათა წყობაში ასე რომ მე შემეკითხეთ ჩემს საკითხთან დაკავშირებით